მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ყველა ავტომოყვარულს. დღეს შევეცდებით BMW-ს ცხვირის დაწევას აი ამ მანქანაზე. დიდი ხანია მინდოდა დაბლა დამეწია, მაგრამ დაახლოებით ისე ზომიერების ფარგლებში, ასე რომ ვთქვათ, არ მინდა რომ ძალიან ქვემოთ ეგდოს, ძალიან იყოს დავარდნილი, რომ საბურავები შიგნით იყოს შესული, უფრთების შიგნით. მინდა რომ ოდნავ დავწიოთ. თლიანობაში არ ვაპირებ საერთოდ მთლიანად დაწევას, ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებდი, დღეს ვნახოთ, თუ შემეცვლება აზრი. უკან როგორც არის, ასე მაწყობს, არ მინდა უფრო ქვემოთ დაწევა, ჯერჯერობით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება შემდეგ აზრი შემეცვალოს, როდესაც დავწევთ, ხოლო წინ, აი შეხედეთ, წინ ჩემი აზრით ძალიან მაღალია რა, ძალიან მაღლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ E46-ზე სულ ერთია. კაბრიოლეტი იქნება, კუპე იქნება თუ 4-კარიანი. ძალიან მაღალია ყოველთვის ცხვირი, რატომღაც არ ვიცი რატომ გააკეთა BMW-მ ასე ქარხნულად. აი მინდა რომ ეს ოდნავ ჩამოვიდეს დაახლოებით ასე 2 თითზე რომ ჩამოვიდეს, ასე 3 სანტიმეტრით, ჩემი აზრით საკმარისი იქნება. ვნახოთ ახლა, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც არის, ახლა ყველაფერი მანქანას უყენია ორიგინალი, ანუ ქარხნული ამორტიზატორები, ქარხნული ზამბარებით. ჩემ შემთხვევაში მე მინდა რომ დარჩეს იგივე სირბილე, არც ძალიან რბილი, არც ძალიან ხისტი არის, მინდა დარჩეს როგორც არის ისე კომფორტულად, არ მინდა მთლიანად შევცვალო ამორტიზატორები წინ უკან, არც რეგულირებადი, არც ჩვეულებრივი. მინდა რომ დარჩეს სირბილე როგორც არის ისე კომფორტულად, მაგრამ ოდნავ დაწეული იყოს. ამისათვის რა გვაქვს? ამისათვის გვაქვს მეგობრებო ზამბარები სპეციალური, რომლის დაყენება შესაძლებელია ორიგინალ ამორტიზატორებზე. und er, ასე ქვია გერმანულად, und er, HR-ი ქართულად რო ვთქვათ, ასე გაჩვენებთ ამ ზამბარებს. ეხლა და ვნახოთ, აბა როგორ დაწევს მანქანას და რამდენზე დაწევს. არის, როგორც მე გამოვიწერე, 35 მმ-იანი, როგორც წერია. 35 მმ-ზე უნდა დასწიოს. ანუ დაახლოებით ასე 3.5 სანტიმეტრით, საერთოდ როგორც იზომება, გერმანიაში როგორც ზომა აქვს ტექდათვალიერება და ასევე პოლიცია გაჩერების შემთხვევაში, დისკის შუა გულიდან, შუა წერტილიდან იზომება, სადაც თქვენი ფრთა იწყება იქამდე. დაშვების დროსაც ასე იზომება, დასაშვები არის თუ არა, პოლიცია როდესაც აკონტროლებს. ახლა ნახეთ, ასე უნდა გავზომო, ესე დაახლოებით უხეშად რო ვთქვა 27.5-ია, 27 სანტიმეტრს ნახევარი, მაგრამ ჩვენთვის რო სწორად 100% ვნახოთ, თუ რამდენზე დაწევს მანქანას ის ზამბარა, მოდით აი აქ აი ესე გავასწორებ ამ წერტილზე და აი ეს დავადოთ ზუსტად რომ გავიგოთ. ეს არის ზუსტად 34 სანტიმეტრი. ზუსტად 34 სანტიმეტრია და ამის შემდეგ ვნახოთ დაიწევს თუ არა 3 სანტიმეტრ ნახევრით როგორც ამ ზამბარის მწარმოებელი გვეუბნება. მოდით გადავინაცვლოთ ახლა გარაჟში და ვნახოთ ის ზამბარებს გაჩვენებთ და რის მეშვეობით მოხსნით, იმასაც გაჩვენებთ. აი ეს არის მეგობრებო, ეს ზამბარების ფირმა, გერმანული ფირმა არის, დარწმუნებული ვარ, ვისაც მანქანებთან კონტაქტი გაქვთ და მით უმეტეს რაღაცა ტიუნინგის დეტალებს თუ აყენებთ, ნანახი ექნებათ ეს აუცილებლად. ეს ყირდა 90 евро, 2 ცალი ზამბარა წინა. ამათ ასევე აქვთ ამორტიზატორები, ეს ეგრეთ წოდებული ფლიანეცები, მოკლედ დაკიდების სისტემასთან დაკავშირებით, რის გაკეთებაც შეიძლება, ფაქტიურად ყველაფერი აქვთ ამათ. ამას რა თქმა უნდა საბუთები მოყვება მეგობრებო. საბუთებში ვგულისხმობ, აი როგორც კი დაასკანირებთ, აი ამ QR კოდს, ეგრევე შეგიძლიათ გადმოწეროთ გერმანიისთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, სადაც მოთხოვნადი არის მანქანას შეესაბამება თუ არა ესა და ის დეტალი, არ შეიძლება გერმანიაში, მე ბევრჯერ მაქვს სხვა ვიდეოებში ნათქვამი, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს, რომ არ შეიძლება უბრალოდ ხარიხარალეზე რაღაცა იყიდო და დააყენო. აი ეს სწორედ რაც საბუთებში წერია, ის ნუმერაცია არის აქაც დატანილი, VA, რაც წერია, რასაც ხედავთ, ეს ნიშნავს Ford Achse გერმანულად, ანუ წინა დაკიდების სისტემას, რომ
ეს არის წინა ზამბარები. იდეალურად გამოიყურება, როგორც ხედავთ. ჩადებულია შიგნით, რო არ გაიკაწროს ისე. ეს საბუთები მე უკვე გადმოწერილი მაქვს, აქ მაქვს გარაჟში სადღაც და შემდეგ გაჩვენებთ თუ ვიპოვი. ეხლა ავწევთ მანქანას, მოხსნით ამორტიზატორებს და შემდეგ აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით შევეცდებით, რომ გამოვცვალოთ ზამბარა. და მას შემდეგ რაც ამას დავუყენებ, ამ მანქანით სიარული შემიძლია, აგერ როგორც ხედავთ, მე-4 თვიდან მე-10 თვემდე, ანუ აპრილიდან ოქტომბრამდე, 1 აპრილიდან შევძლებ ამ მანქანით მოძრაობას ზაფხულში და შემდეგ უნდა წავიყვანოთ ეგ დათვალიერებაზე, რომ საბუთებში კიდე უნდა გადაიხადო. ამდენი ეგ თუ არ ვწდები 60 евро გადავიხადე წინაზე, აი ამ დისკების ჩაწერაზე, რადგანაც ეს ორიგინალი დისკები არ არის BMW-ში, ამიტომ რო შეესაბამებ ამ მანქანას, საბურავები და დისკები ყველაფერი ჩაწერილი არის მის საბუთებში. ასევე უნდა ჩაიწეროს ესეც დაახლოებით 60 ევრომდე ღირს. ამისი ჩაწერა. მოკლედ, ვნახოთ ახლა, დავაყენოთ და რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. ახლა პირველი უცებ ეს მოხსნათ. Euro 46-16-იანით არის. ესეც ასე, ეს მოხსენით. ეს შეგვიძლია გადავწიოთ გვერდზე. სამწუხაროდ რაღაც პრობლემა აქვს კამერას ეთყობა და ითიშა. გადაღების მომენტში და ბოლომდე ვერ გაჩვენეთ, ვერ ნახეთ ბოლომდე თუ როგორ მოხსენეს ამორტიზატორი, მაგრამ როგორც გაჩვენეთ ის რამოდენიმე ბოლტით იყო მხოლოდ, ეხლა გაჩვენებთ. აი აქ შიგნით გამომშრალია, გაფუჭებული არ არის, ეს დომლაგა ქვია ამას გერმანულად, არ ვიცი ამ ეგრეთ წოდებულ პაჩებინგს რა ქვია. ასე ძახით თქვენ. და გაფუჭებული არ არის, არ ხმაურობს არც არაფერი ეს მოხვევის დროს, თუმცა როგორც ხედავთ, შიგნით უკვე ტაოტი არ არის და გამომხმარია მთლიანად. ეს კარგი იქნება თუ ტაოტით გავაკეთებთ და აუცილებლად გავაკეთებ ამ შემთხვევაში. ეხლა მე ეს დავამაგრე ამაზე ზეთ და ეხლა მოდით რამდენადაც შეგვიძლია ბოლომდე მაქსიმალურად მოვჭიმოთ ეს, რომ მოიჭიმოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადმოხდეს. ამ შემთხვევაში ამას კბილები აქვს და კარგად არის გასული. თორემ ეს რომ ამოხდეს, ტერს ყბლას მოგაგლიჯავთ ან სახეს შეიძლება მოკლას, ამან ისეთი საშიშია. ამიტომ ამას ოდესაც ყიდულობთ, უნდა იყიდოთ კარგი ხარისხი. ესეც ასე. ეხლა კიდევ ორი სიტყვაა. ამის მოშვების დროს, როდესაც ამას უშვებთ ამ ბოლტს, არ შეიძლება ამისი მოშვება პისტოლეტით, ასე რომ ვთქვათ და კარგი იქნება თუ მოუშვებთ ხელით. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ცოტა ისეა სიტუაცია, რომ ვცდი ახლა, მაგრამ არ ვიცი ხელით მოიშვებს თუ არა ეს, რადგანაც საუკუნის არის. ახში. არა. ამიტომ ფრთხილად აი ესე ნელ-ნელა შევეცადოთ რომ მოხსნათ, მაგრამ ამის ტრიალის დროს, როდესაც ამ ბოლტს დავატრიალებთ, ეს ქვედა აი ესე შტოკი ამორტიზატორის არ უნდა დატრიალდეს, თუ ეს დატრიალება დააზიანებს შემდეგ და გააფუჭებს ამორტიზატორს. ამიტომ ფრთხილად გავაკეთოთ. ეხლა ისე გავაკეთოთ, რომ არ დაგვიზიანდეს. აი ასე ფრთხილად ეხლა. ასე. როგორც ხედავთ აქ ამისი სიმაღლე აქ ისე იყო გაკეთებული, რომ არ ყოფნის, ამიტომ ერთი გასროლა, ოდნავ გაისროლა. ეხლა ეს ბოლტი ამოვიღოთ, დავდოთ აქ. ქვემოდანაც ამას ასეთი შაიბა აქვს და შეხედეთ აი აქ ეხლა იმედია გამოჩდება. აი აქ თუ როგორ არის ეს გამომშრალი, ამას ეხლა მთლიანად ტაოტში ჩავსვავ, ზედა მხარესაც ამ პაჩიბნიკს, რომ კიდევ იმუშაოს დიდხანს. თვითონ ისე ცუდ მდგომარეობაში არ არის, კარგი ეს გადავდოთ გვერდზე. ესეც ამოვიღოთ აქედან და ესეც გადავდოთ გვერდზე თავისი შაივით. ეხლა კი გამოვაძროთ ამორტიზატორი,
ამორტიზატორი უნდა შევამოწმოთ, ვნახოთ ამოდის თუ არა ეს შტოკი, როდესაც ჩავწევთ. წესით ამორტიზატორს ასე ხელით დიდად ვერ უნდა აკეთებდეთ. თუმცა ამ შემთხვევაში ამოდის, მეტს არ ამოდის, იმიტომ რომ ეს ასეთი დაბალი შტოკით არის. წესით სულ ახალ ამორტიზატორზე ასე არის ზავს. ასე ადვილად ვერ ჩაწევთ ამას, რაღაცით თუ არ დააწექით. მაგრამ როგორც ხედავთ 2006 წლიანია ეს მანქანა და კიდევ ორიგინალი ამორტიზატორია. შიგნით კარგი არის იქნებოდა ამისი შეცვლა სიმართლე რო ვთქვათ, მაგრამ კარგი ახლა მუშაობს და იყოს როგორც არის ისე დავტოვოთ. ეხლა რა გავაკეთოთ? ეხლა მოხსნათ. ეს ამაგრად მაქვს დაჭიმული. თუ რას ვაკეთებ ამას რატო უშვებ მეცადარი ვარ. მოხსნათ ეს ზამბარა აქედან ამოვიღოთ. გავათავისუფლოთ და ეს ამოვიღოთ. ეს წესით უნდა გქონდეთ ამაზე მიშურუპებული, ამას მოყვება. მე მქონდა ესე გაკეთებული და შემდეგ აი აქ არ ყოფნის ადგილი, იმიტომ მოხსენი, ამიტომ ვქრა მიაქცეთ. მე ფოტოს გადავუღებ და გაჩვენებ. ძველ და ან ორიგინალ და ამ იმას შორის რა განსხვავებას ამ ზამბარას შორის. ეხლა მოდით დავაყენოთ ეს ჩავსვათ თავის ადგილზე, ჩავსვავ. სადაც არის ამისი აი ბუდე, სადაც უნდა ჩაჯდეს, როგორც იჯდა ორიგინალი. ხო, სანამ ამას გავაკეთებდეთ, მოდი მე ეხლა ტაოტს ჩავუშვებ ამაში. იმიტომ რომ შემდეგ უცებ მოგვიწევს დაფარება ხელით და ტყუილად რო არ მეჭიროს, ამიტომ ტაოტს ჩავუშვებ. აი ასე წავუსვი მე ტაოტი, აქეთ ამ მხარესაც ჩავპრესე, როგორც ხედავთ, მეორე მხარესაც ასე დავატრიალოთ, ცოტა იქეთ-აქეთ კარგად რო შევიდეს ყველგან, ზედმეტი რაც გამოვა, მოვწმინდოთ შემდეგ. ეს ახლა ავიღოთ, დავაფაროთ ეს შაიბა არ დაგვავიწყდეს ისევ, რაც მოყვებოდა. ზედმეტი ტაოტი მოვწმინდოთ, რომ ყველაფერი არ მოუთხვაროთ აქ, ასე და გადავდოთ გვერდზე, მზად არის უკვე დასაყენებლად. ხელს გავიწმენთ ახლა და შეგვიძლია დავაყენოთ ეს დაბალი ზამბარაც. ესეც ასე. სანამ ზამბარას დავაყენებდეთ, ესეც გახეული არ უნდა იყოს ეს დამცავი და ეს შტოკი ბოლომდე ამოსული არის. ეს დამცავი ასე გავაკეთოთ, დროებით ჩავწიოთ ქვემოთ. ესეც როგორც თქვი, ისე თავის ბუდეზე ჩავსვათ. დავსვათ აქ თავის ბუდეზე და მოვარგოთ აქ. ეხლა რომ ძლების დაგვარად მაქსიმალურად შევძლოთ ამის დაჭერა. ამისათვის ახლა მოვარგინო. ასე კანტი არ უნდა გაიგეთოს, აი ასე ცადეთ რომ კარგად ჩაჯდეს, იმიტომ რომ უსაფრთხოება არის პირველ რიგში და შემდეგ არის სხვა დანარჩენი რაღაც დეტალის დაზიანება, არ დაზიანება. პირველი არის უსაფრთხოება, იმიტომ რომ ნაწილს სხვას იყიდით ახალს და ყბას ვეღარ. ასე ეხლა ესთან დავიჭირო და თან გადავუჭიროთ ამას, რამდენადაც შესაძლებელია. შეგვიძლია ეს პროსტორად არ დავიჭიროთ. ეს მოვჭიმოთ ეს ზამბარა ბოლომდე. კარგად ზის ყველაფერი? კი. ეხლა მოვჭიროთ. მაქსიმალურად მოვუჭერ, ეხლა მოვჭიმავ ამას, აი აქ პირზე რომ მიიღოს. აი ასე მეტი აღარ მიდის. აი ეხლა ვცადოთ ის ბოლტისაც წავიღე, აგერდევს ყველაფერი აქ არის
მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველაფერი გამზადებული გქონდეთ. იმიტომ რომ ხელში რო გიგებთ, შემდეგ წინ და უკან სირბილი არც ისე სასიამოვნოა. აი ასე. ცოტა ასე გვერდულად იქნება. შემდეგ აი ეს ამოწეული რაც აქვს, ესეც აქ დავსვათ თავის ადგილას. აი ასე. ეხლა შაიბა არ დაგვავიწყდეს რაც ეყენა. და შემდეგ არ დაგვავიწყდეს ეს ეგრეთ წოდებული დომლაგა. მე დომლაგას ვიტყვი, როგორც გერმანიაში ქვია. თქვენ მერე შეასწორეთ და დაუძახეთ ისე, რასაც ეძახით. მოკლედ ეს ასე და ამას ოდესა ეხლა ვიდება რომ თავი ამოწიოს ამან რა. აი ასე რომ თავი ამოწიოს მაქსიმალურად ამ ბოლტთან. რომ შევძლოთ მისი გადაჭერა. აი ასე. ეხლა დავაგდებ ამ ბოლტს ზემოდან. ავიღოთ ეს და დავაწვეთ ამდენადაც შეგვიძლია. აი, უკვე წამოიღო, კარგია. აქ ნახავთ ქვემოდან, როდესაც ბოლომდე გააწვება უკვე. შევხედოთ ახლა, თან ეს შტოკი რო არ დაგვიტრიალდეს, დავივაქციოთ ყურადღება. მორჩა, ბოლომდე აქ ქვემოთ მივიდა. გავწმინდოთ ესაც, რომ ყველაფერი კაოტში არ იყოს. ასე. ახლა ნახეთ, აქ უკვე ტაოტია, არ არის ისეთი გამომშრალი, საერთოდ სხვანაირად ტრიალებს ხელში შეგრძნებითაც კი, ბევრად უკეთესად. ახლა ცოტას კიდევ დავამატებ ტაოტს. და შემდეგ ექნება ბევრად უფრო მარტივი ვადი მოძრაობს რა, შეპოხვა იქნება კარგი, აი ასე. ეს ასე და შემდეგ არ დაგვავიწყდეს დამცავი ზემოდან დავუყენოთ, რომ წყალი არ ჩავიდეს შიგნით. ესეც ასე. ეს მოუშვათ ახლა შეგვიძლია უკვე. აი ასე. როგორც ხედავთ, BMW-ზე ადამიანურად არის გაკეთებული და ამორტიზატორი მოხსენი, არ ვიცი, 5 წუთში ალბათ, არც კი 5 წუთიც არ დამჭირდა ამორტიზატორის მოხსნა. ლაპარაკში ძალიან გავწიე ეს. 5 წუთში ამორტიზატორი მოხსენი, თქვათ 5 წუთიც არ დამჭირდა, მაგრამ თქვათ რომ 5 წუთში მოხსენი ამორტიზატორი, თავის ბორბლის მოხსნიან ყველაფრიანად და ზუსტად 5 წუთში შევცვალე ზამბარა. აი ეს არის დამსახურება იმის, რომ ადამიანურად არის BMW-ში გაკეთებული ამ შემთხვევაში ამ მოდელში ყველაფერი. სხვა ავტომობილებზე დამერწმუნეთ, საათებიც კი დამჭირებია მოხსნაზე, ზოგჯერ ზემოდან მოჟანგული როა ყველაფერი. ეხლა გადავინაცვლოთ მანქანასთან და დავაყენოთ. აი ეხლა ჩავსვათ, სანამ ჩავსვავდეთ, აი აქ ამოწეული რაც აქვს, აქაც სწორედ ასე არის ზემოთ. ამას თავის ჩასასმელი ადგილი აქვს, ეს სამი გასაგებია ეს ბოლტი. თავის ადგილას შევა, სხვაგან ვერ შევა, მაგრამ აი ეს ადგილი უნდა იყოს დაფიქსირებული იმისთვის, რომ სწორ პოზიციაში იყოს ეს დაყენებული. ეხლა ავიღოთ, შევსვათ ეს ქვემოდან თავის ადგილას. აი ასე, ჩაჭდა. ეხლა ზემოდან ხელით ოდნავ მოუჭიროთ. ხელით რაც შეიძლება ამ ბოლტებს, რომ არ ჩაგვივარდეს უბრალოდ ამორტიზატორი ქვემოთ. აი ასე. და შემდეგ როდესაც მანქანას დავუშვებთ, მაშინ გადავუჭერთ აქ ზემოთ. ესეც ასე. ეხლა დააკვირდით რას. როდესაც ჩასმას დააპირებთ, აი აქ ჯერ ერთი ხედავთ, ეს შავი რაც არის აქ ეს იჯდა ამაში, ქვემოთ მეტს ვერ წავა, აი ამდენს ჩავა შიგნით აქამდე და მეც ვეღარ წავა უკვე. მაგრამ აი ამათ დააკვირდით ეს გამოწეულები რაც აქვს, ეს არ გავჭედოთ სადღაც, უნდა ჩავსვათ იქ აი აქ ჭრილი სადაც აქვს. ხლა მე რას ვიზავ? ეხლა მოუშვებ ისევ აი ამ თოქს, რითიც მაქვს დამაგრებული, სამწუხაროა რომ გაითიშა წინაზე კამერა, ვერ გავიგე რატო გაითიშა. ასე მოხსნათ ეს თოკი, მოვაშოროთ. მოვაშორე ეხლა ესეც ასე.
Yes. ეს როგორც გითხარით, იმიტომ მოვაბიჭრეს მილი არ დავაზიანოთ 60 მილი. ესეც ასე. ეხლა ეს ჩავსვათ თავის ადგილას, მივატრიალოთ იქეთ, ამ ჭრილში როგორც გითხარით. აი ასე. ეხლა მოვახვედრებ უბრალოდ თავის ადგილას ამას. იმედი არ გეწყინებათ, რომ ამ ყველა დეტალს ვერ გაჩვენებთ, მარტო ვიღებთ და ამიტომ ცოტა ესეთი უხერხული გადასაღები აქვს. მოუხერხებელი. აი ასე. ეს ბოლომდე შევწიეთ. ეხლა დაგჭირდება ეს გრძელი ბოლტი, რომელიც მოხსენით აქედან. აი ასე. ხელით უბრალოდ შიგნით შევუშვათ ცოტა ხრახნში. და სად არის ეს პისტოლეტის მეშვეობით შეგვიძლია გადავუჭიროთ. ოღონდ მაქსიმალურად აწეულ პოზიციაში. ახლავე ავიღო ესეც ასე. აი მაქსიმალურად აწეულ პოზიციაში როგორც გითხარით. მაქსიმალურად. ესეც ასე. ეხლა შევხედავ მე აქა ჩასულია თუ არა საბოლოო პოზიციაზე, რომ რამე მილიმეტრით არ შეგვეცვალოს შემდეგ ყველაფერი და იდეალურად არის. იდეალურად ჩაჯდა. ეხლა კი მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ კარგადაა ჩასმული, ესეც არ ჩავსვათ. ამასაც გადავუჭიროთ. ესეც არის. და მოკლედ როგორც ხედავთ, დაყენებული არის ახლა თავის ადგილზე ამორტიზატორი, ახალი. ასე, რო ვთქვათ, სპორტული ზამბარით, უფრო დაბალი ზამბარით. ნაწერები იქეთ მოიქცა ეთყობა. კარგი, არა უშავს. აქეთ ამ მხარეს მე უკვე გამოვცვალე, ერთ იგივეს ჩვენებას აზრი არ აქვს. როგორც ხედავთ, თუ დაჭირდება სიტყვაზე ვიძახით ეგ და თვალიერებას ნახვა თუ რა რომელი არის, მოდიფიკაცია გერწერია, ან შემოაბრუნებთ საჭეს და დაინახავს შემდეგ აგერ არის კიდევ ნომერაცია. აი აქ რაცა წერია. მოკლედ ეს თავის ადგილზეა დაყენებული და ეს ის თავის ადგილზეა დაყენებული, ეს მაქსიმალურად ზემოთ ავწიოთ. ეხლა მოკლედ რა დაგვრჩენია? არც არაფერი. შეგვიძლია მივაყენოთ ახლა საბურავები, დისკები დავაყენოთ და ძალიან მაინტერესებს ჩამოვწიოთ, ვნახოთ რა გამოგვივიდა, სადამდე მოვა. და როდესაც ჩამოვწევთ, მხოლოდ ამ წეზე როდესაც აწეულია მანქანა და ჩამოკიდებულია მთელი ეს სისტემა, ამორტიზატორები და დაკიდების სისტემა, ჯობს რომ გავიაროთ 1-2 წრე, დავარტყათ გარეთ და შემდეგ უკვე ვნახოთ, გავზომოთ თუ რა დონეზე დადგება. აი ასე გამოიყურება მეგობრებო. მას შემდეგ რაც ახლა გამოვიყვანე გარეთ, არ დაგავიწყდეთ ზედა ბოლტების გადაჭერა წინ. გადაჭერილია ყველაფერზე. აი ასე გამოიყურება, ჩემი აზრით, ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე აქამდე ტანკივით რო იყო წინ. აი ასე არის ახლა. და მე ვფიქრობ, რომ შესანიშნავად არის. მე მეშინოდა რომ ბევრად ქვემოთ არ ჩამოსულიყო, ძალიან არ დაეგდო. ან პირიქით უფრო დიდი ადგილი რო დარჩენილიყო, აი ეს სწორედ ეხლა როგორც არის, ეს მაწყობს ამ შემთხვევაში მე პირადად. ეხლა რაღაც ისე სპორტული ავტომობილი რო ყავდეთ, მთლიანად სადაც აყენებთ რეგულირებად დაკიდებას და მთელი ამბები, ეგ სხვა რამეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდოდა კომფორტული. ეხლა ნახეთ რას უყურებ, უკან ვადარებ, უკანაც მჭირდება თუ არა, უკან ხო, სანამ უკანა მხარეზე გადავიდოდეთ, მოდით ვნახოთ, გავზომოთ ეს.
შუა გულიდან იყო 37.5 და ეხლა არის 34. 34 კი არა 33.5 სადღაც და აი აქედან გავზომეთ ჩვენ წინაზე გაზომვის წერტილი ავიღეთ და შევხედოთ ახლა არის 30 აქ იყო 34 მანამდე ანუ 3 სანტიმეტრ-ნახევრით კი არა 4 სანტიმეტრი დაწია რა 35 მმ ეწერა მანდ და სავარაუდოდ გამოდის რომ 40 მმ გამოდის 35 კი არა 4 სანტიმეტრით მოკლედ ყველა ვარიანტში ასე ბევრად უფრო კარგად არის ახლა უბრალოდ ჩემი ფიქრი არის დავტოვო ასე როგორც არის ეს უკანა მხარე თუ დავწიო თუ უკანა მხარეს დავწევთ ამ ზამბარებსაც თუ შევიძენთ უკანას მაშინ წინამდენადაც დავწიეთ ისე არ უნდა დავწიოთ უკან იმიტომ რომ ბევრად უფრო ქვემოთ ჩამოვა შემდეგ დააგდებს და ეს ჩვენ არ გვაწყობს თუ დავწევთ უკანას მაშინ უნდა იყოს ოდნავ უნდა იყოს დაწეული რაც შეიძლება მცირე დოზით ანუ ზუსტად ისე რომ დავწიოთ მე რაღაც ვითვრინავივით გამოვა მაგრამ ასეც არ არის ცუდი მოდით კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ აბა გავითვალისწინო თქვენი რჩევაც დავტოვოთ ასე თუ უკანა მხარეც დავწიო იმიტომ რომ არ ვიცი რთული სათქმელია ფაქტიურად ჩემთვის ახლა ყველა ვარიანტი მისაღებია ვინც იტყვითო დავწიოთ სიმართლე რო ვთქვათ ხო კარგი დავწიოთ ოდნავ თუმცა ასეც არ არის ცუდი მე არ მინდა რომ ძალიან ასეთი ეფექტი იყოს რა ცხვირი დაგდებული ტრაკი აწეული ოდნავ არის ახლა ოდნავ არის ეგ ეფექტი ოდნავ დიდად შესამჩნევი არ არის ისე და ასეც არ არის ცუდი ახლა როგორაცაა თუმცა ოდნავ დაწევა რა შეიძლებაოდეს ტრაკის დაწევა შეიძლებაოდეს კი არა ოდნავ რო დაიწიოს ისიც არ იქნებოდა ცუდი რას ფიქრობთ აბა დაწერეთ თქვენც და გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას თუ კარტოფილის მეშოკები ჩავყაროთ უკან ისე ახლა რასაც დავაკვირდით ცოტა აქ განიერი საბურავები აყენია უკან ვიდრე წინ ანუ უკანა საბურავები უფრო განიერებია თუმცა ეხლა ვფიქრობ უკან ფლანეცები ხوار დავამატოთ რომ ეს ოდნავ გამოწეული გქონდეს უკანა საბურავები ბევრად არა ოდნავ მხოლოდ ოდნავ ბევრად არ მინდა რომ გამოიწიოს მოკლედ მეგობრებო როგორც ნახეთ ძალიან მარტივად და სწრაფად იცვლება E46-ზე წინა ზამბარები ძალიან კარგი შედეგი გამოვიდა 90 евро დაждდა როგორც გითხარით ის ზამბარები თავის საბუთებით ყველაფრით და ნუ ჩამატება შემდეგ უკვე ტექდათვალიერებაში კიდე სხვა საკითხია მაგრამ დასაშვები ზამბარები არის გერმანიისთვის ევროპისთვის ისაც გჭირდებათ მე კიდე სამი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ